Iachle. Მეტი სასიამოვნო ურთიერთობა, მეტი ზრუნვა ჯანმრთელობაზე. რადიო იმედის ეთერშია რჩეულების სახალხო შოუ 17. ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ წინაშეა ნინო შარაშელიძისა და ოთარ ტატიშვილის თეთრი ორშაბათი. მოგესალმებით მეგობრებო, მოვიდა მორიგი ორშაბათი, 17 თეთრი ორშაბათი ნინო შარაშელიძესთან, ოთარ ტატიშვილთან ერთად. ქალბატონი ნინო დღეს დავასვენე ჩემი ინიციატივით და წაუძღვები გადაცემას მე, ოთარ ტატიშვილი. ძალიან საინტერესო თემა გვაქვს, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თუ არა დღეს, მოგეხსენებათ როგორ ვითარდება მედიცინაში ზოგადად და სტომატოლოგიაში მით უმეტეს ტექნოლოგიები, ინოვაციები და მართლაც ერთ ნახევარი ნაბიჯით თუ ჩამორჩი ნამდვილად არივარგებს ასე რომ ჩვენი სტომატოლოგები ყოველთვის ფეხდაფეხ მიყვებიან აი ამ ტექნოლოგიების და ინოვაციების განვითარებას. კლინიკა Sovrano Dentis წარმომადგენლები მყავს დღეს სტუმრად 17-ში Sovrano Dentis მენეჯერი ვანო კურტანიძე. მოგესალმებით ბატონო ვანო, დიდი მადლობა მოგესალმებით. და ექიმი სტომატოლოგი ორთოპედი გიორგი ბარაბაძე. მოგესალმებით ბატონო გიორგი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მოკლედ ბატონო ვანო, სანამ წიაღსვლებში ჩავალთ ორთოპედიის და იმპლანტოლოგიის და ასე შემდეგ, მანამდე გვინდა რომ თქვენი კლინიკა რო წარმოგვიდგინოთ, კლინიკა Sovrano Denti, ანუ ეს ახალი კლინიკაა, სად მდებარეობს, როგორ გიპოვოთ და რა ტექნოლოგიებია თქვენთან დანერგილი. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელს და მადლობა მოწვევისთვის. ჩვენი კლინიკა მდებარეობს აკაკი წერეთლის 61 ნომერში თბილისში. ჩვენი გუნდი ზოგადად თანამედროვე პრინციპებზეა დაფუძნებული. ჩვენთან დაგვხვდებათ მეგობრული გარემო, პაციენტზე ორიენტირებული გარემო. პირველივე ვიზიტიდანვე ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე მიდგომას თვითონ რაც არის თანამედროვე სტომატოლოგიაში. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის ციფრული სტომატოლოგიური მიმართულება. ჩვენ ვფლობთ ასევე ჩვენსავე ლაბორატორიას და ყველა პროცესი, სადაც რაც შეეხება კბილის დამზადებას, ტარდება ციფრული, ესე ვთქვათ, მიმართულებით, რაც მოიცავს კბილის შექმნისას თვითონ ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებას, მათ შორის კბილის ფორმის შერჩევას, რაც ხდება ასევე პაციენტთან ერთად სრულისამებრ, შემდგომ ჩვენს თანამედროვე ჩარხებში იქმნება დიზაინით შექმნილი კბილები და უშუალოდ პაციენტთან უკვე საბოლოოდ მაქსიმალურად ესთეტიკური და ფუნქციური, ესე ვთქვათ, შედეგი იდება. და ეფექტური. კი ბატონო. კი ბატონო, გადავალ ბატონ გიორგისთან, რომ ჩაუღრმავდეთ ახლა უშუალოდ თქვენს სპეციალობას, ძალიან მნიშვნელოვანი დარგია სტომატოლოგიის, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მოკლედ დავიწყოთ იმპლანტები. რა შემთხვევაში გვჭირდება იმპლანტები ბატონო გიორგი? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. იმპლანტაცია არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი საუკეთესო გამოსავალი დაკარგული კბილების აღსადგენად, ესე რომ ვთქვათ. დღევანდელი სიტუაციაში და დღევანდელ რეალობაში იმპლანტაცია ისე ფართოდ არის უკვე გავრცელებული და ასე რომ ვთქვათ, ექიმები და სტომატოლოგიური მიმართულება ისე კარგად დახელოვდა და წინ წავიდა უკვე ამ დარგში, რომ ესე რომ ვთქვათ, სხვა რესტავრაციებთან შედარებით, ვთქვათ, სხვანაირი ვარიანტებიდან განსხვავებით, უკვე საკმაოდ ესეთი ფეხი მოიკიდა, მოძლიერდა და საკმაოდ მასიური გახდა. ამიტომ საკმაოდ კარგი საშუალება დაკარგული კბილების აღსადგენად, პაციენტისთვის მარტივი. ეს უკვე, თუმცა იყო რაღაცა ისეთი მოსაზრებები ადრე ეშინოდათ იმპლანტების, რაღაცა საშინელება და ასე შემდეგ. მოედგინათ ეს ასე არ არის. კარგი პროფესიონალური ექიმის და გუნდის ხელში იმპლანტაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა, პროგნოზირებადია და მარტივია და რაც თავარია კარგი შედეგს დებს. მოგვიყევით რა პროცესია ეს? დეტალურად, მოვედი მე მაგალითად თქვენთან. ჭირდება დაკარგული კბილის აღდგენა და აი რა საფეხურებს გავდივარ.
საფეხურები ესეთია პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პირველივე ვიზიტზე პაციენტის გამოკითხვა ხდება, დათვალიერება ხდება, შეგროვება ხდება ინფორმაციის ამ პაციენტს თუ რაიმე პრობლემები გააჩნია, იმის გარდა რო კბილი დაკარგა და იმის გარდა რო თქო მისი აღდგენა ჭირდება, არის რაღაცა ნიუანსები, რომელიც ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე მაქვს ლაპარაკი, რომელიც პაციენტისგან უნდა მივიღოთ ინფორმაცია. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი, რომ თქვა მე არ იყოს რაღაცა ისეთი შედეგები, რომელსაც გამოგვეპარა, ან ყურადღება არ მივაქციეთ, ამიტომ შევაგროვოთ ანამნეზის შეკრება ხويا, ეხლა მე უბრალოდ ლაპარაკობ პაციენტებს მარტივ ენაზე. ხო, რა თქმა უნდა, მარტივად. თავისთავად. თავარი არის ეს, რომ გამოიკითხოს პაციენტი, არის პრეპარატები, რომელსაც იღებენ პაციენტები და გარკვეული ჯგუფი პრეპარატების მიმართ პირდაპირ უკვე ნაჩვენებია იმპლანტაციის დროს, თუმცა საბედნიეროდ ესეთი ბევრი პრეპარატი არ არის სულ რამოდენიმე. დანარჩენ შემთხვევაში ენდოკრინული სისტემის პრობლემები, გეპატიტები, ან დიაბეტი, შაქრიანი დიაბეტი, უკუჩვენებაა პირდაპირ შაქრიანი დიაბეტი? არ არის ეს უკუჩვენება, უბრალოდ ყურადღება ინფორმაცია, თუ პაციენტი ასრულებს ექიმის რჩევადარიგებებს და მიყვება ექიმს, თქვა და ამ შემთხვევაში ენდოკრინოლოგს, მაშინ ეს ჩვენთვის არანაირი უკუჩვენებას არ წარმოადგენს, ანუ თუ ის უვლის თავს, ესე მარტივად რო თქვა, დიაბეტის დროსაც, გეპატიტის დროსაც, ფარისებური ჯირკვლის დაავადებების დროსაც, მაშინ ეს ჩვენ ხელს არ გვიშლის. და თავისუფლად ვაკეთებთ იმპლანტაციებს, თუმცა მოდიან ისეთი პაციენტები, რომელსაც რაღაცა ძალიან იორტალოდ უყურებენ, თქვა თუნდაც თავიანთი დიაბეტის პრობლემებს და აი ამის გამოვლენა ხდება საუბარში პაციენტებთან პირველ რიგში და თუ ხედავთ რომ ცოტა უპასუხისმგებლოა პაციენტი თავისი ჯანმრთელობის და ორგანიზმის მიმართ, მაგ შემთხვევაში შეიძლება ვარ უთხრათ იმპლანტაციის ჩატარებას. ეს პირველი რაც მოსამზადებელი ეტაპი, ეს არის, უნდა გადავიღოთ ტომოგრაფია პირველ რიგში, ეს არის 3 დეკვლევა. სადაც უკვე უშუალოდ კლინიკაში ხო თქვენთან? კლინიკასთან ახლოს არის ეს დიახ. ამის მერე ხდება დაგეგმარება, ეს უკვე ექიმი მუშაობს ამაზე, იქ ხდება ძვლის რესურსის შეფასება. ეს პანორამულს რო ეძახით სტომატოლოგები, არა, ეგ სხვა არის. პანორამული ეს 2 დეკვლევა არის, ეს მწირი ინფორმაცია, ეს არის ტომოგრაფია, კონკრეტული კომპიუტერული ტომოგრაფია, არის სტომატოლოგიური აპარატი, რომელიც მხოლოდ თავის და ყბების ტომოგრაფიას აკეთებს, ნაკლებად თქვა ზიანის მომტანი, ვიდრე ის დიდი სპირალური ტომოგრაფია, რომელიც კლინიკებში ორგანოები და ორგანოთა სისტემები გამოიკვლევა, დიახ. ამის კვლევის შემდეგ ექიმი უკვე ალაგებს ინფორმაციას, რა რესურსი გვაქვს, ძვალი თუ არის საკმარისი, რომ გაკეთდეს იმპლანტაცია, რა იმპლანტი უნდა ჩადგეს, რა ზომის უნდა ჩადგეს, მე დაგეგმარება ხდება კომპიუტერში, ბატონო ვანომ როგორც აღნიშნა, დღეს იძლევა ციფრული ტექნოლოგიები, აი მე პირადად და არა მარტო მე, რა თქმა უნდა, ექიმებს გვაქვს პროგრამა, სადაც ვირტუალურად ვსვავთ პაციენტის პირისგულში იმპლანტებს, ვუყურებთ რა დატვირთვა შეიძლება აიტანოს, სად როგორ უნდა ჯაჯდეს, გამოადგება თუ არა ეს შემდეგ ორთოპედს იმისთვის, რომ ამაზე კონსტრუქცია დაამაგროს, ანუ ეს არ არის უბრალოდ სადღაც რაღაც ჩავნერგოთ, ეს კომპლექსური სამუშაოა. რომელიც ჩემი გაკეთებული იმპლანტანტმა ხელი არ უნდა შეუშალოს მერე ორთოპედს, რომ ზემოდან კბილი დაამაგროს, ხელი არ უნდა შეუშალოს სხვა კბილებს და ნუ ბევრი კომპლექსური სამუშაოა. ამას ვაგეგმარებთ, უთანხმდებით პაციენტს და ვაკეთებთ ოპერაციას. ოპერაცია არის თირო თქვა მცირე ინვაზიური. მოგვიყევით საინტერესოა როგორი ოპერაციაა. მცირე ინვაზიურია, ხდება ადგილობრივი ანესთეზიით, არ ჭირდება არანაირი ნარკოზი, არანაირი სედაცია, ეს რაღაცა უფრო ჟარა პაციენტები და ესეთი გაბერილი თემა არის. გაცილებით ბევრად მარტივია ეს პროცედურა, ვიდრე თქვა კბილის ამოღება და ზოგიერთი კბილის ამოღება იმდენად რთულია, რომ მე კვირაობით მისი რეაბილიტაციას ვუნდებით. იმპლანტაციის შემთხვევაში ეს ანესთეზიის გამოსვლიდან 1-2 საათი დისკომფორტის მერე პაციენტები ზოგიერთი საერთოდ ვერ უძნობს ვერანაირ დისკომფორტს, არც ტკივილს და არც სხვა რამეს, და ამიტომ ესეთი რაღაცა საგანგაშო და საშიში ეს უფრო ესეთი
ეთილსურველი მეზობლებისგან შეშინებული პაციენტები არიან, ვისაც ძალიან ეშინიათ თქვა ამ პროცედურის. სინამდვილეში ეს ასე არ არის. კარგი გუნდის ხელში და კარგი პირობების ხელში და კარგი ექიმის ხელში ეს პროცედურა პაციენტისთვის საკმაოდ მარტივია. რა პერიოდი ჭირდება შემდეგ უკვე იმპლანტაციის შემდეგ, რა პროცედურებს გადის პაციენტი და აი რა პერიოდი ჭირდება რომ საბოლოოდ აღიდგინოს დაკარგული კბილი? არსებობს რამდენიმე ეტაპი, ესეთი კლასიკურად საერთოდ ესეთი ხდება, ორ-ეტაპიანი ვარიანტია, როდესაც ხდება იმპლანტის ჩანერგვა ძვალში, მოგეხსენებათ, იმპლანტი არის ეს ხელოვნური ფესვი კბილის. ამ შემთხვევაში აქ მხოლოდ აი იმპლანტის ჩანერგვა ხდება პირველ ეტაპზე ძვალში, გვირგვინის გარეშე კბილი არ აქვს. უნდა ვადროვოთ რაღაცა გარკვეული პერიოდი, რომ ეს ორგანიზმა გაითავისოს, ინტეგრირება მოხდეს, მოძლიერდეს, ესეთი მარტივ ენაზე რო თქვა, შეხურცდეს, სინამდვილეში შეხურცება არასწორია მედიცინის თვალსაზრისით, ინტეგრაცია მოხდეს და გამყარდეს, მოძლიერდეს. ჭირდება 4-დან 6 თვე, სტანდარტულად მაქვს ლაპარაკი, ესეთი მოწოდებული პროტოკოლებით. და მე ხდება უკვე ზემოდან გაკეთება, დამზადება და დაფიქსირება გვირგვინის. თუმცა არსებობს იმპლანტების სისტემები, დღესდღეობით და საკმაოდ შორს წასულია უკვე ეს ტექნოლოგიები, რომლებსაც აქვთ იმისი საშუალება, რომ იმპლანტის ჩანერგვასთან ერთად მოხდეს მისი მასზე გვირგვინის დაფიქსირება. ეს უკვე ერთ მომენტად მისი ფიქსირება ხდება, თუმცა მაინც დროებითი გვირგვინის და მეერე კიდე 4 და 6 თვის მერე უმჯობესია რომ გამოიცვალოს და გაკეთდეს თქვა და იმ კერამიკის ან ცირკონის გვირგვინი იმპლანტაცია. ეს დროებითი რა ფუნქციას ასრულებს? დროებითი გვირგვინის ფუნქცია გარდა ვიზუალურისა თუ დაუშვათ წინაკბილებზეა საუბარი, ხო? ძირითადად ესთეტიკური თვალსაზრისით კეთდება ეს დროებითი ფუნქციური კი აქვს ფუნქციური დატვირთვა, თუმცა მაინც ეძლევა რეკომენდაცია პაციენტს, რომ ახალი ჩანერგილი იმპლანტანტზე გადატვირთვა არ მოხდეს. უნდა მოერიდოს ყველა ვარიანტში ზედმეტი დატვირთვას, ღეჭვას, მოკბეჭვას, იმიტომ რომ არ დავაზიანოთ იმპლანტანტი, ახალი ჩასმულია, თოთო ბავშვით უნდა მოფერება, მაგრამ მე ფეხზე რო წამოდგება და მოძლიერდება, ესე რომ თქვა დაუშვესდება, მე შეგვიძლია თხილიც ვამტვრიოთ, კაკალი არა. კაკალი არა, თხილი. კარგით, რეკომენდაციები რა არის ამ დროს აი 4-6 თვის განმავლობაში? 4-6 თვის განმავლობაში არაფერი, თქვა ისეთი განსაკუთრებული მოვლა არ ჭირდება, აი იმ შემთხვევაში თუ აკეთებთ დროებით გვირგვინს ზემოდან ერთდროულად, ხო, ეტაპიანად, უნდა მოვერიდოთ ზედმეტ გადატვირთვას. მეტი არაფერი, დანარჩენი ჩვეულებრივი ჰიგიენას იცავს პაციენტი, როგორც საკუთარ პულსულით, ისეულით ამასაც 4-6 თვის მერე მოდის კლინიკაში გამოცხადდება და გამოცვლით ამ სამუშაოს მუდმივი სამუშაოთი ჩავანაცვლებთ. სიგარეტის მოწევა მაგალითად თუ არის აკრძალვაში, იმიტომ რომ მე მაგალითად ჩემ მეგობარს აუგზალეს რა ასე კატეგორიულად არ მოთხოვეს, მაგრამ რეკომენდაცია იყო, რომ კარგი იქნება თუ დაუშვათ თამბაქოს არ გაეკარებიო. გეთანხმებით ბატონო ოთარ, სიგარეტის მოწევა მავნებელია ყველასთვის. ხო, ზოგადად ამ შემთხვევაში მით უმეტეს იმპლანტაციის შემთხვევაშიც არის უკუჩვენება. ესე მოცემულია რომ სიგარეტის წეველებში გართულების შანსი არის მეტი. რა თქმა უნდა ამ სტატისტიკიდან გამომდინარე პაციენტებს ვაძლევთ მითითებას, რომ სიგარეტს თუ შეუძლია დაანებონ თავი, ან არ მოწიან. რამდენად ასრულებენ ეს? ხო, გასაგებია. კარგით, ანტიბიოტიკოთერაპიაზეც გითხარით, როგორ ინიშნება, რა დოზირებით? ანტიბიოტიკოთერაპია აუცილებლად ყოველთვის საჭიროა თუ არა? იცით რა არის, იმპლანტაცია არის სუფთა სტერილურ გარემოში ჩატარებული მანიპულაცია. ანუ პირის ღრუში, სადაც იმპლანტანტი უნდა ჩაინერგოს, იქ არ არის არანაირი ინფექცია, ეს არის მზად, ჯანმრთელი ორგანიზმია და ჯანმრთელ გარემოში ხდება ჩარევა. ამიტომ ჩვენ იქ რეალურად არ ვებრძვით უკვე არსებულ ინფექციას, უბრალოდ ვიზღვევთ თავს, რომ ოპერაციიდან შემდეგ რამე გართულება არ მოყვეს ამ ოპერაციას, იმიტომ რომ თუ მოხდა დაინფიცირება ჭრილობის და მოგიხსენებათ პირის ღრუ საკმაოდ არა ისეთი ჰიგიენური სამყაროა ადამიანის ორგანიზმში ყველაზე რისკ ფაქტორი, ყველაზე დიდი რისკ ფაქტორი პირის ღრუშია და ყველაზე დიდი
ბაქტერიალური ფლორა. ამიტომ თავს ვისყევთ ანტიბიოტიკით, ჩვენ ცოტა ვეხმარებით ორგანიზმს, რომ ეს ბაქტერიები ცოტა მოვარიდოთ ამ ჭრილობას და იმპლანტანტს ირგვლივ, იმიტომ რომ თუ მოხდა მისი დაინფიცირება, მაგ შემთხვევაში იმპლანტანტი დაიკარგება და დაგჭირდება ხელახლა ამ ყველაფრის გავლა ამ პროცედურის. ამიტომ ინიშნება, რა თქმა უნდა, ანტიბიოტიკები, ესეთი მცირე დოზით, არა რაღაც განსაკუთრებული დოზირებით, ერთი კვირის განმავლობაში. ანტიბიოტიკებთან ერთად სადეზინფექციო სავლებები, ხსნარები, ტკივილგამაყუჩებელი, ფიზიკურად ცოტა უნდა მოერიდოს პაციენტი, ფიზიკურ დატვირთვას, არ არის სასურველი აუზზე ცურვა. აუზზე დიახ, არის რისკი იმისი, რომ წყალი ჩაყლაპოს პაციენტმა და ეს ახალი ჭრილობა დავაინფიციროთ. ამიტომ ეძლევა მაინც რეკომენდაციები არის თელი, რომ რაღაც პირველი 1 კვირა, პირველი 4-5 დღე მაინც ოპერაციიდან პაციენტმა მაქსიმალურად მოარიდოს თავი გარემო პირობებს. თუ შეიძლება ესე მოხდეს, რომ ყველაფერი წავიდეს სწორად, ყველაფერი წავიდეს კარგად და იმპლანტი არ მოერგოს, ანუ არ მიიღოს. ხდება, რა თქმა უნდა ხდება, მედიცინა არ არის ეს ბუღალტერია. ყოველთვის 2x2 არ არის, ხო, მედიცინა. 2x2 არ არის. ხდება სტატისტიკურად და სტატისტიკურად ყველაზე დაბალი პროცენტი აქვს იმპლანტანტს იმისი რომ ის ამოვარდეს. და იმისი შანსი რომ ამოვარდეს დაახლოებით ესე ვიტყოდი 2-3%-ია ყველაზე ცუდ შემთხვევაში ყველაზე ცუდ სისტემებში, საიმპლანტაციო სისტემებში, მოგიხსენებათ, ბევრი საიმპლანტაციო სისტემა আছে. მაგაზეც ვისაუბრებთ აუცილებლად. ხო, არ ვსახელებ ბრენდებს, მაგრამ ბევრი ისეთი ფირმებია, რომელიც უბრალოდ არ არის ტექნოლოგიურად განვითარებული, იქაც კი 2-3%-ზე მეტი არ აღინიშნება დანაკარგი. და რა შეიძლება ამის მიზეზი იყოს პაციენტს? მიზეზი მინდა ხო უნდა ვთქვა, რომ რატომღაც გონიათ პაციენტებს, რომ იმუნიტეტმა ორგანიზმმა არ მიიღო, იმუნიტეტი ებრძვის, იმპლანტანტი არ არის ისეთი ნივთიერება, რომელსაც იმუნიტეტი ებრძვის, საერთოდ არ აინტერესებს იმუნიტეტს. ამიტომ მისი გამოდევნა ორგანიზმიდან, ეს არ არის ორგანიზმის დანაშაული, იქ არის რაღაც სხვა გარემო ფაქტორები, ან მოხდა პირველ რიგში ისევ და ისევ დაინფიცირება იმპლანტანტის ირგვლივ ქსოვილების. შემდეგ არის რისკ ფაქტორები, რომელიც ცოტა ხანდაზმულ ასაკში, საშუალო ხნის ასაკის მერე ეწყება პაციენტებს, ეს არის ოსტეოპოროზი, ძლოვანი სტრუქტურის დასუსტება. დიახ. და აი ეს ფაქტორები ცოტა ხელს უწყობს იმაში, რომ იმპლანტანტის ინტეგრირება ვერ მოხდეს კარგად. არის ენდოკრინული სისტემების პრობლემა, თქვა შაქრიანი დიაბეტი, რომ ავიღოთ, რომ სადაც თუ არ ხდება ამ შაქრის დონის ყურადღების მიქცევა ორგანიზმში და პაციენტი ესე ძალიან უპასუხისმგებლოდ ექცევა თავის თავს და დადის ძალიან მაღალი მაჩვენებლით შაქრის დონის, იქ არ ხდება შეხორცებითი აი ეს არ ხდება შეხორცება ნორმალურად, ინფექცირების კიდევ დიდი შანსია, ელემენტარულად ხელი რო გაიჭრას ესეთ პაციენტს, იქაც პრობლემურად უხორცდება. თავისთავად ყველაფერი მიდის იქამდე, რომ რაღაც გარემო პირობები აიძულებს იმპლანტანტს ამოვარდეს და ვერ შეუხორცდეს ორგანიზმს. თუმცა რომ აი თუნდაც იმ ერთეულ შემთხვევებში, როცა ხდება ამ იმპლანტის დეზინტეგრირება, ამოღება, ახალი იმპლანტის ჩასმა ხდება და ის ცხოვრობს მე ჩვეულებრივი ცხოვრები ძალიან დიდხანს. ერთსაც შეგეკითხებით, მე ცოტა ხანი ბატონ ვანოსთან გადავალ, რო არ დაგვეჩაგროს და მე ისე თქვენ დაგიბრუნდებით, ანუ აი ეს ძვლის დამატება, ხელოვნური ძვლის. ეს რამდენად ეფექტურია და რამდენად ხშირად გჭირდებათ? საკმაოდ ეფექტური და საკმაოდ კარგი გამოსავალია იმ შემთხვევაში, იმიტომ რომ მოგიხსენებათ იმპლანტს ჭირდება რაღაც მასივი, ძვლის მასივი, რაშიც ამას ჩავნერგავთ. ჰაერში ამას ვერ დავაფიქსირებ და იქ არის გარკვეული და განსაზღვრული ზომები ძვლის. ანუ იმპლანტის ყველაზე პატარა ვარიანტი არის და იმაზე ქვევით ვეღარ წავალთ, ხო? მით ახლა პატარა ნემსის კინძის თავს ვერ დავამაგრებთ, პირისგოში ის ვერ გაუძლებს ვერაფერს. ამიტომ ძალიან კარგი საშუალებაა, რომ ხდება ძვლის გადანერგვა
ველოდებით რაღაც პერიოდი ჭირდება ამას, დალოდება ჭირდება. ეს რა მასალაა ეს ბაძვალია, ეს ნამდვილი ძვალია, დიახ. ხდება მისი შეხორცება, ამასაც დრო ჭირდება რომ ორგანიზმი შეიხორცოს, ჩამოყალიბდეს, კალციფიცირება მოხდეს, გამყარდეს როგორც ძვალი, და მე ეს უკვე იძლევა იმ საშუალებას, რომ კარგი სრულყოფილი და ძლიერი იმპლანტანტი ჩავნერგოთ უკვე ამ გადანერგილი ძვლის არეში. ეს კარგი გამოსავალია ძალიან. საკმაოდ აქტიურია. მე ვიტყოდი, რომ ჩემ პრაქტიკაში ალბათ შეიძლება 50% პაციენტებისა საჭიროებს ამ პროცედურას. და ამას გვაჩვენებს ტომოგრაფია? ეს ყველაფერი ჩანს ტომოგრაფიაზე. ანუ რამდენად ჭირდება დამატებით ძვალი? აი ეს ყველაფერი ისევ და ისევ მივდივართ იმ ციფრულ სამყაროში, რომ სადაც ტომოგრაფია ჩვენ წინასწარ ესე რომ ვთქვათ სახელმძღვანელო გვაქვს სად რა არის გასაკეთებელი. კარგი, გადავიდეთ ცოტა ხანი ბატონ ვანოსთან და მე დაგიბრუნდებით. შეიძლება ცოტა ალოგიკურად მოხდეს გადასვლა, გადმოსვლა, იმიტომ რომ თქვენთან მაინც უშუალოდ პროცედურაზე საუბრობთ. მე ვიცი რომ სოვრანო დენჩი შეთავაზებებია, თან ძალიან ესეთი საინტერესო და ძალიან გამოსადეგი. აი ამაზე ცოტა ფართოდ რო ვისაუბროთ. კი ბატონო, მოგახსენებთ, როგორც ბატონმა გიორგიმ აღნიშნა, იმპლანტებს საუბრობდით და აქედან დავიწყებ. ახლა გვაქვს ძალიან საინტერესო შეთავაზება იმპლანტებზე. ფასებზე უნდა გავუსვათ ხაზი, რადგანაც მნიშვნელოვანი არის. ჩვენთან იმპლანტაცია იწყება 550 ლარიდან ფასდაკლების ფარგლებში. თუმცა ექიმთან კონსულტაცია არის საჭირო, მხოლოდ ფასი არ განსაზღვრავს ამ კონკრეტულ ესე ვთქვათ საჭიროებას, ექიმმა უნდა შეაფასოს უშუალოდ რამდენად საჭიროებს პაციენტი იმპლანტის ჩასმას და სწორედ ამის შემდგომ იგეგმება კონკრეტულად რა რაოდენობა და ვთქვათ რა ასთან დაკავშირებით, ანუ რა კონკრეტულად როგორ იქნება საბოლოო შეთავაზება. ასევე გვაქვს შეთავაზება, განსაკუთრებული შეთავაზება შეგვიძლია ვთქვათ ცირკონოკერამიკის გვირგვინებზე. აქ ცოტა ფართოდ მინდა ვისაუბრო, რადგან ჩვენ გვაქვს ჩვენი ციფრული ლაბორატორია, სადაც ხდება უშუალოდ დაგეგმარება, როდესაც ორთოპედთან კონსულტაციაზეა აი ბატონ გიორგისთან პირობითად პაციენტი, შემდგომ თითოეული პროცესი იგეგმება ჩვენს ციფრულ ლაბორატორიაში ექიმის და ტექნიკის, ასე ვთქვათ, ჩართულობით. ხდება მოდელირება უშუალოდ კბილის და ამის შემდეგ ხდება ძალიანი ციფრული პროცესი, ასე ვთქვათ, კბილის შექმნის. ჩვენთან ერთეული ცირკონოკერამიკის ესე ვთქვათ ღირებულება, კბილის ღირებულება არის ამჟამად 200 ლარი, 400 ლარის ნაცვლად და ეს შეთავაზება შეზღუდული დროით მოქმედებს. პაციენტების სრულიდან გამომდინარე შესაძლებელია რომ გაგრძელდეს, რადგანაც ჩვენ გვაძლევს ჩვენი ლაბორატორია ამის საშუალებას, რომ ეს გავაკეთოთ ხარისხენად და მაქსიმალურად მინიმალურ დროში, ასე ვთქვათ, სადღაც ერთ კვირაში შესაძლებელია მთლიანად კბილის დამზადების პროცესის გამართვა, ესე ვთქვათ, ექიმთან და ლაბორატორიასთან ერთობლიობაში. და რამდენი ხანი გაგრძელდება ეს შეთავაზება? ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება ამ ეტაპისთვის და გეგმავთ რომ თუ სრული იქნება შეიძლება გაგრძელდეს კიდეც. გაგრძელდეს კიდეც. კი, ძალიან საინტერესო შეთავაზებაა. ბატონო გიორგი, ერთსაც კითხავთ და მე პაუზაზე უნდა გავიდეთ. ცირკონოკერამიკას რა უპირატესობა აქვს? ანუ ესეთი ხაზგასმითი თქვა. ცირკონის გვირგვინები დღეს ყველაზე აქტუალური და ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სარესტავრაციო სისტემაა სტომატოლოგიაში. მაქსიმალურად დახვეწილი, მაქსიმალურად უსაფრთხო და ძალიან მაღალი ესთეტიკური გამოირჩევა ესთეტიკით. ძალიან ლამაზია, ძალიან ბუნებრივია. ფუნქციურად გამძლე. ფუნქციურად არის ძალიან მტკიცე და რაც ყველაზე მთავარია და ცირკონის პირველადი დანიშნულება და მთელი მისი პლუსი, მე როგორც ქირურგი, ესე ვიტყოდი, ბუნებრივად თავსებადი არის ქსოვილებთან. ანუ არ აღიზიანებს, არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და რაღაც პრობლემებს არ იწვევს ირგვლივ მდებარე ქსოვილებთან, ეს არის გრძელი კბილის ირგვლივი ოგები და ასე შემდეგ, რომელიც ახასიათებს მეტალს და მეტალოკერამიკას და იმ ცოტა დასულში დარჩენილ კონსტრუქციებს. დიახ. ამ თვალსაზრისით გათვალისწინებით ეს შეუცვლელი მასალაა, ერთ-ერთი არა ერთადერთი.
პლუს ემატება მაღალი ესთეტიკური მხარე, პლუს ემატება მაღალი სიმტკიცე, გამძლეობა. მე მგონი ყველაფერი ნახავია. ვაკეთ კი ბატონო, კარგი, ავიღოთ ახლა ცოტა ხანი პაუზა ჩვენ რეკლამა, საინფორმაციო გამოშვება და ბოლო ბლოკით დაგიბრუნდებით. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში თეთრ ორშაბათს უსმენთ 17 ოთარ დადიშვილთან, ნინო შარაშენიძესთან ერთად, სოვრანო დენტის წარმომადგენლები ყავს დღეს სტუდიაში, ვანო კურტანიძე, სოვრანო დენტის მენეჯერი და ექიმი, სტომატოლოგი, ორთოპედი გიორგი ბარაბაძე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონებო, ჩვენ ძალიან ფართოდ გავშალეთ იმპლანტაციის თემა, ასევე ვისაუბრეთ ციფრულ მომსახურებაზე და ლაბორატორიაზე, რომელიც კლინიკას გააჩნია, ასევე იმ არაჩვეულებრივ შეთავაზებაზე, რომელიც ზაფხულის ბოლომდე იმუშავებს და შეძლებს დაგვარად შეიძლება გაგრძელდეს შემოდგომის სეზონზეც და ახლა მოდით უშუალოდ ორთოპედიას რომ მივხედოთ. ანუ აი რა მასალები, როგორ ხდება აღდგენა კბილის? მოგიხსენებათ ხა იმპლანტაციები გავიარეთ, ეს ქირურგიული ნაწილია, მაგრამ მოგიხსენებათ პაციენტი, ეს არ არის მხოლოდ ერთი ექიმის პაციენტი, აქ საჭიროა გუნდური ჩართულობა, რაც ორანოში არ გვაკლია. დიახ. ძალიან შეკრული გუნდი მუშაობს, სადაც ჩართულია ყველა სპეციალისტი და პაციენტისთვის იგეგმება სწორი მკურნალობა, სადაც ქირურგიც ითვალისწინებენ ქირურგისაც, ორთოპედისაც, ტექნიკოსსაც და თერაპევტსაც და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში მე კიდევ ვახსენებ, რომ იმპლანტაცია ეს არის ერთ-ერთი საშუალება და არა ერთადერთი კბილების აღდგენის და ამისთვის ფანტასტიკური მასალები არსებობს და გამოსავალი არის თქვა ხელოვნური გვირგვინები, რომელიც ზადება ცირკონის დიოქსიდიდან. არის კიდევ სხვა კერამიკული მასალები, რომელიც არის მინა კერამიკული, პრეს კერამიკა. ძირითადად და თანამედროვე მასალებში ეს ორი წამყვანი და ესეთი ყველაზე მაღალი კლასის რესტავრაციად ითვლება კბილების, კრივის, ვიზუალის შესაცვლელად. აქ უკვე ხდება პაციენტი, როცა მოგმართავს რაღაც კონკრეტული დეფექტით, დაზიანებით, რაღაცა ესთეტიკური დისკომფორტით, რომელსაც უნდა რომ რაღაცა შეიცვალოს, ვიზუალი, ღიმილი, ან თუნდაც ფუნქციურად დანაკლისი აქვს, დაზიანება აქვს, ამას აღდგენა ჭირდება. აქ უკვე ჩართული ვარ მთელი კლინიკა, რა თქმა უნდა და კეთდება ეს ცირკონები, არის მის მინა კერამიკული რესტავრაცია, მთლიანი გვირგვინი კეთდება, ხან ვინირი კეთდება, ეს ვინირები ესეთი საკმაოდ მოდაში შემოსული სარესტავრაციო სახეა, მე ვიტყოდი საკმაოდ დამზოგავი კბილის ქსოვილისთვის, როდესაც კბილი არ არის დაზიანებული და არ საჭიროებს ეს კონსერვაციას და დაცვას გვირგვინისგან, უკვე თავაზობთ ვინირებს, რომელიც მხოლოდ ფასადურად უკეთდება საკუთარ კბილებზე პაციენტს, არ ხდება ამ კბილების ანუ საკუთარ ფესვზე გულისხმობთ, ხო? კბილზე, ფესვზე არის საკუთარი კბილებზე, თქვა პაციენტი, რომელიც მოდის და არ აკმაყოფილებს ამ ფორმა, ან ზომა, ან ფერი თავისი კბილების და შეცვლა უნდა იერსახის უბრალოდ, დამთელი კბილებია, იმას გვირგვინს ვერ შევთავაზებთ, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ გვირგვინისთვის მომზადება კბილის ეს ითვალისწინოს, რომ კბილი უნდა დაპრეპარირდეს, ესე მარტივად რომ დაიქლიბოს. თუნდაც მინიმალურად, მაგრამ მაინც დაიქლიბოს ირგვლივ. აი ვინირს ეს არ ჭირდება, ვინირი ხდება პირდაპირ ვინირის დააფიქსირება, მხოლოდ ფასადური წინა ზედაპირიდან კბილის უკანა მხარეს არ ვეხებით, თავისთავად იზოგება კბილი, არ იქლიბება ეს კბილი. ან იქლიბება მხოლოდ ის ზედაპირი, სადაც უნდა დავამაგროთ ეს ვინირები, ეს რესტავრაცია და ისიც მინიმალურად. შეიძლება ერთ კბილზე რაღაც ერთი უბანის მოხეხვა მოხდეს და სხვა უბანი საერთოდ არ მოხდა. ანუ კბილისთვის საკმაოდ დამზოგავი პროცედურაა და საბოლოოდ შედეგს იძლევა ფანტასტიკურს. ცოტა მინდა კიდევ დაუბრუნდე უკან კი ამოვწურეთ თქო ეს თემა, მაგრამ ხიდებზე არ გვითხოვს და ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან აინტერესებს, ანუ იმპლანტებს შორის ხიდები როგორ კეთდება. იმპლანტებზე ხიდები, ხო, პაციენტებს მის კითხვა გავიგე, მოგმართავ. ხო, გესმით, ხა მე კითხეთ როგორც პაციენტი იკითხავდა, ხა მსმენელი. კი, პაციენტებს რატომღაც არის ის კატეგორია პაციენტების, რომელთაც გონიათ, რომ თქვათ აკლიათ რამდენიმე, თქვათ 3-4 კბილი, 5 კბილი და რამდენი კბილი საკლიათ, იმდენი იმპლანტი უნდა ჩაისვას პაციენტმა, ეს ასე არ არის.
თუ არის თქვა 3 კბილის დანაკლისი პაციენტს 3 დიდი საღიჯი კბილი აკლია რაღაც დიდი ფორმა გონიათ რომ 3 იმპლანტი უნდა ჩაჭდეს ეს ასე არ არის იქ საკმარისია 2 იმპლანტი 2 იმპლანტზე მაგრდება ხიდისებური კონსტრუქცია ქვია 3 კბილი ხიდისებური კონსტრუქცია იმას ითვალისწინებს რომ 2 საყრდენი წერტილი გააჩნია ამ კონსტრუქციას ხიდი როგორც ხიდს ასე და შუაში არის დაფიქსირებული კიდე ის დამატებითი კბილი იმპლანტის გარეშე კბილი არის იმპლანტის გარეშე ანუ დაფიქსირებულია განაპირა კბილებს ეს არის ხიდისებური კონსტრუქცია რომელიც არა მარტო იმპლანტებზე კეთდება არამედ კეთდება საკუთარი კბილებზეც და კიდევ გავმეორდები რომ ეს იმპლანტანტი არ არის ერთადერთი საშუალება კბილის აღდგენის თუ აქვს პაციენტს ისეთი სიტუაცია რომ თავს საკუთარი კბილები გააჩნია და იქ საკუთარი კბილებს შორის აქვს დანაკლისი კბილის თუ არ ჭირდება ან თუ სურვილი არ აქვს ან და თუ აქვს რამე უკუჩვენება იმპლანტაციის გაკეთებასთან დაკავშირებით მაგ შემთხვევაში თავაზობთ ხიდისებურ პროტეზირებას რომელიც თავის კბილებზე დააფიქსირდება და იმ შუათან დაკარგული კბილს აუადგეთ მარტივად ეფექტურად კი რა თქმა უნდა ჯობია იმპლანტაცია იმიტომ რომ ზოგადად საკუთარ კბილებს ხიდის დროს არ ხდება თქვა გადაკვრა საკუთარი კბილების დაზიანება ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ მობრძანებისთვის კიდევ ერთხელ გეტყვით რომ სოვრანო დენტის მენეჯერი ვანო კურტანიძე და ექიმი სტომატოლოგი ორთოპედი გიორგი ბარაბაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები და აუცილებლად ისარგებლეთ სოვრანო დენტის შეთავაზებით აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეთავაზება აქვს გაუფრთხილდით თქვენს კბილებს გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას ჩვენი ჯანმრთელობა პირის ზღუდან იწყება ხო მართალია ბატონო გიორგი დიდი მადლობა ჩვენ მომავალ ორშაბათამდე გემშვიდობებით